თუ სატენს თუკი არსიზე ამ შემთხვევაში საუბარი, არ აწერია AC, მაშინ მას ჭირდება დამატებითი კვებითი ბლოკი, როგორც აი ახლა ხედავთ კადრს. აი ეს არის სრული კონფიგურაცია. ნუ ამ სატენის უშუალო პლუსი არის ის, რომ მას აქვს ორი შესაერთებელი, რაც ძალიან კარგი არის, მართლა ძალიან კარგი არის. მაქსიმალური დამუხტვის შესაძლებლობა 15 ამპერი თითო არხზე. ანუ ესენი არიან სეპარირებულები, ანუ ერთმანეთთან დაშორებულები, ცალ-ცალკე ფუნქციონირებენ. შიგნითაც ცალ-ცალკე არის, ნუ აღარ დავშლი მაგის გამო რომ გაჩვენოთ ეხა, სიტყვას დამიჯერეთ. თავისუფლად დაუპერირებენ 15 აქეთ, 15 აქეთ. შესაბამისად არ აქვს არანაირი პრობლემა. თუმცა, ეს კვების ბლოკი არის 5 ამპერიანი. მისი მაქსიმალური სიმძლავრე არის 5 ამპერი. აი, მაქს 5. შესაბამისად, კვების ბლოკი შეგიძლიათ იყიდოთ, რომელიც 30 ამპერსაც გაკაჩავს და შეგიძლიათ რომ შემდეგ დამუხტოთ უკვე 15 აქეთ, 15 აქეთ, ერთდროულად 30 ამპერი შეგიძლიათ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ 30 ამპერი ერთზე არ გამოვა. აქ არის ერთი სეპარირებული არხი არის 15 ამპერიანი და ეს არის მაქსიმუმი მისი ამ შემთხვევაში. რაც შეეხება უკვე M6DAC-ს, მოდი ამას გადავდებ. აქ უკვე გვაქვს ჩვეულებრივი კაბელი. ასეთი კაბელი არის, არანაირი კვების ბლოკი აქ აღარ არის საჭირო, რადგან კვების ბლოკი არის ჩაშენებული უკვე მასში. ხედავთ ზომასაც ზუსტად ეგ უზრუნველყოფს აი შედარებისთვის, ამხელა განსხვავება არის. თუმცა ორივე ორარხიანი არის ასევე. ხედავთ წინ უკან ამაზე გეტყვით ახლა დამატებით რაღაცებს. აი მოდი ამას გადავდებ და დავუბრუნდეთ ჩვენს M6DAC-ს. მოდი ესეთ შევაერთოთ. ანუ შეგიძლიათ უყუროთ ჩემს დაუვარცხნილ წვერს. და დავარცხნილია უბრალოდ აერთყობ. შევაერთეთ ჩვეულებრივად კვების ბლოკის გარეშე, თუთი და ვიღებთ რას? იგივე ყველაფერი ფაქტობრივად, რაც არის ჩვეულებრივ M6D-ში, ოღონდ განსხვავება არის ის, რომ ამ სატენს უკვე შეუძლია 9 ამპერამდე თავისით ყოველგვარი კვების ბლოკის და ასე შემდეგ გარეშე დაიწყოს დამუხტვა. ან ჩვენ შეგვიძლია შევაერთოთ ჩვენი დიდი ბატარეა, მაგალითად ლითიუმ-იონურ ბატარეას შევაერთებ, ავიღებ, შევდივარ, ავიჩიე ლითიუმ-იონური დამუხტვა და 9 ამპერი. და ნუ 8.3 ხო, ნუ 8.3 აქ ხალხზე ვერ გაჩავს ყოველთვის, ყოველთვის რა ვერ გაჩავს ზოგადად. 8.3, ნუ სტანდარტულად ჯობია რომ ეს შესაბამისად ჩამოყვანს 8 ამპერზე. რატომღაც 9 მახსოვდა, კარგა ხანი არ დამიღწევს მთელი ძალით ასე.